მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ კვლავ ხმაურობთ გურიდან და მიუხედავად იმ მუქი და მძიმე მდგომარეობისა, რაც ქვეყანაშია, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ხმაურს, იმიტომ რომ უბრალოდ სხვანაირად არ შეგვიძლია. მინდა გამძლეობა და წარმატებები გისურვოთ ჩვენს გამომწერებს, გვიყურეთ კვლავ სტუდია ანტიბიოტიკის ჩართვებში და ბევრ საინტერესო თემებს გაიცნობით ჩვენს YouTube არხზე გურიდან. ალბათ ძალიან ბევრი ელოდებით თუ რას ვიტყვი მე დღეს და ასევე ჩვენი ჰეითერები, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მაგრამ ისე მოაწყო მტერმა, რომ ძალიან დიდი კედელი ააშენა ჩვენ შორის და ისინი ჩვენ გვიყურებენ როგორც მტრებს და ნამდვილი მტერი ვინცა იმას ვერ ცნობენ. ხდება ხოლმე ასე, მართალია სამწუხაროა, მაგრამ ასეა. მინდა მიმართო ყველა მებრძოლ ადამიანს, ყველა პროტესტანტს, ვინც დღეს, თუნდაც რუსთაველზე, თუნდაც თავის სოფელში, ქალაქში, სამსახურში თავისი არსებობით ეწინააღმდეგება რუსულ რეჟიმს ქვეყანაში და იბრძვის საქართველოს თავისუფლებისათვის. მე მათ მინდა ესეთი გულწრფელად გამამხნევებელი მესიჯი მივაწოდო, რომ როდესაც უმძიმესი დღეებია, გაიხსენე, რომ ყველა რეჟიმი ისტორიულად ფიქრობდა, რომ თვითონ იყო მარადიული, მაგრამ ყველა რეჟიმმა ხო იცით როგორ დაასრულა. ასე რომ ისინი სრულდებიან, ხოლო ჩვენ ვრჩებით, წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო. პარადოქსია, მაგრამ ნადირს და ფრინველს უფრო უყვარს თავისუფლება, ვიდრე ზოგიერთ ადამიანს, მაგრამ რას ვიზამთ? რეჟიმი რას ცდილობს? ნებისმიერი რეჟიმი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს ჩვენ ვართ ცოტანი და ამის ნათელი მაგალითი დღესაც გვაქვს, როცა ითვლიან 500 ადამიანი, 50 ადამიანი, 1000 ადამიანი სპეციალურად, რომ იფიქროს მათმა მომხრეებმა, რომ ვითომ ჩვენ ვართ ცოტა. ამ დროს ეს პირიქითაა, უმცირესობაში არიან თვითონ. და ამის ნათელი მაგალითი იყო სწორედ ეს ბოლო დროინდელი არჩევნები. ფაქტიურად არჩევნებზე ყველაზე დაბალი პროცენტი იყო მოსახლეობის მისვლის, ხალხი ვერ მიყავდათ არჩევნებზე, ფაქტიურად მიხვდნენ, ეხლა არ შეიმჩნიეს, მაგრამ თვითონაც ხვდებიან და ჩვენც, რომ ფაქტიურად ეს არჩევნები მათ ჩაეფუშან და ამიტომ მოხდა, ესე ვთქვათ, მათი გააქტიურება, რეჟიმის რეპრესიული, საპოლიციო, ესე ვთქვათ, მოქმედებების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. ეხლა მოდი ნახოთ ის მოცემულობა რა გვინდოდა ჩვენ. რა გვინდოდა, რა გამოვიწერეთ და რა ჩამოვიდა. ჩვენ გვინდოდა მათ შორის ქოც ამომრჩეველსაც 2 წლის წინ უნდოდა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო საქართველო. ეს ფაქტია. ფაქტია და კვლევებმა დაადასტურა, რომ მოსახლეობის 87%-ს სურდა ეს. მერე როგორც კი გაჩნდა რეალური შანსი იმისა, რომ საქართველოს კარგავდა რუსეთი, ამუშავდა უკვე რუსული პროპაგანდისტული, ესე ვთქვათ, მანქანა ჩვენთან და დაიწყო ევროკავშირის, ესე ვთქვათ, წინააღმდეგ, ესე ვთქვათ, პროპაგანდისტული თუ ყველანაირი მიმართულებით, საშინაო თუ საგარეო მიმართულებით, მოკლედ, ესე ვთქვათ, დარტყმები. რაც ყველაზე მთავარი არის ის, რომ პირველი იყო რუსული კანონი, რომელიც ერთხელ ჩვენი პროტესტით ჩავარდა, მეორედ გაიტანეს და ჩვენ ყველას ჰქონდა იმედი, რომ არჩევნებით ესენი წავიდოდნენ. მაგრამ ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია, ყველას გვახსოვს, არჩევნები გაყავდა, წაგვართვეს ხმები ფაქტიურად და შემდეგ ის ნოემბრის ავადსახსენებელი კობახიძის გამოსვლა და ჩვენ ყველა მივხვდით, რომ რა საშიშროების წინაშე იდგა ქვეყანა. ამან გამოიწვია ის
ამდენი ასეული დღის განმავლობაში პროტესტი იყო, დიდი აქციები, ყოველდღიურად რუსთაველის გადაკეთვა. ვიღაცა ამბობს, აი მახსოვს ერთმა ნეიტრალურმა ადამიანმა მითხრა, რომ მიციო როდის არ უნდა დამთავრდესო ეს რუსთაველის მასკარადიო, ვიღაცისთვის ეს მასკარადია. მაგრამ ეს არის თითქოს პროტესტის რაც ქვეყანაშია, იმისი სიმბოლური თავმოყრა, თორე პროტესტი ყველგანაა, ყველა ადამიანში, გითხარით, თითო სოფელში, თითო ქალაქში, თითო უბანში, თითოეულ ოჯახში. და ჩვენ ვართ ძალიან ბევრი. უბრალოდ ზოგი შეშინებულია, გაჩუმებულია, მაგრამ თვით მათი ამომრჩეველიც ბოლო პერიოდში ხდება, რომ ძალიან ცუდი მიმართულებით მიყავთ ქვეყანა და მხოლოდ ერთადერთი მიზეზით ასრულებენ მოსკოვის დაკვეთას, რომ საქართველო არ მოხდეს ევროკავშირის ოჯახში. ანუ რუსეთმა არ დაკარგოს ამიერკავკასიაში საქართველო. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს, მშვენივრად ააწყვეს საქმე და სამწუხაროდ ჩვენთან ესეთი სიტუაცია. რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვამბობდით, რომ სამხედრო, ესე ვთქვათ, სამხედრო, უბრალოდ საპოლიციო რეჟიმი, ტოტალური რეჟიმი ყარდება და ნუ ეს იცით ეს ჯარიმები ხა როგორც ცდილობენ პროტესტის გატეხვას ჯარიმები, ესე ვთქვათ, სამსახურიდან დათხოვნა, მუქარები, გაშავება, ეხლა უკვე იცით, რომ ეს დრაკონული კანონი 40-ზე მეტი კანონი აქვთ მიღებული და აბსოლუტურად პროტესტის ყველანაირი ესე ვთქვათ, არხები რო ჩაახშონ და ეხლა უკვე გადავიდნენ ადმინისტრაციულზე, მერე სისხლის სამართალზე და მოკლედ ესეთი ცდილობს, ესე ვთქვათ, პროტესტის ჩახშობას. რეჟიმებს რაც ახასიათებს არის ის, რომ დააშინოს ადამიანი და ეხლა რას აკეთებენ? ეს ღამის დაჭერები, ღამეს სახლში მისვლები, მივარდნები, თუნდაც ქუჩიდან არ არჩევენ სტუდენტს, ექიმს, ჟურნალისტს, არა აქვს მნიშვნელობა მათთვის და აი ეს თითქოს არის რეჟიმის მხრიდან საჩვენებელი დაკავებები, რომ აი პეტრე, პავლე, ივანე ან ბიჭიკო ან კოკოლა, რა ვიცი, ის დაშინდეს, გასაგებია? და პლუს ამას ყველა თუნდაც მიამბოხე ადამიანმა იცხოვროს სტრესში, იცხოვროს შიში, რომ აი ხვალ შეიძლება მე მომადგნენ და ასე. გადაულახეთ ეს ყველაფერი. არ გამოუვიდა ეს რეჟიმს. და ამის ნათელი დადასტურება ის ბოლო დღეები, რაც ხდება რუსთაველზე, რომ მიზანმიმართულად 10-15 ადამიანი გადადის, იციან რომ დააკავებენ, კეტავს რუსთაველს, დგანან სრულიად დაუფარავად და ამით რისი პროტესტია, რომ რეჟიმს არ გაუვიდეს მისი დრაკონული კანონები და ამით თქვენ საქმესაც აკეთებს. ეს ადამიანები და სამომავლო საქმესაც აკეთებს. არ ჩვენ არ ჩერდებით. სადაც შეგვიძლია, ისმის ჩვენი ხმა. მოკლედ საქმე ისე წავიდა, რომ არაფერი ამათ არ გამოუვიდათ. ვერც დაჭერებით, ვერც ჯარიმებით. შეიძლება კიდევ უფრო გააძლიერონ რეპრესიები, მაგრამ ეს არის უკვე, როგორ გითხრათ, გამწარებული რეჟიმის ფართხალი. აი ხა გუშინ მაგალითად იმდენი პოლიციელი მიდენეს რუსთაველზე, რომ თვითონ პოლიციელებმა გადაკეტეს რუსთაველი. ესე იგი, კრიმინალებო მთლიანად საქართველოს თქვენ დაუსროლია ავრორას. აბსოლუტურად ყველა პოლიციელი რუსთაველზეა მობილიზებული. და კიდევ რუსთაველის ამ დაჭერებმა როგორ იმუშავა ჩვენ სასიკეთოდ. იმ ხალხს რო აჯერებდნენ, რომ იქო კრიმინალებიაო და იქო რადიკალებია და რაღაცა საშინელი ხალხი დგასო, აღმოჩნდა. მათმა მომრჩეველმა დაინახა, რომ რუსთაველზე დგას პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი, პროფესორი, მკვლევარი, ექიმი, დედა ჩაოლებრივი, ესე ვთქვათ, არა მარტო ახალგაზრდა, შუა ასაკის ასაკოვანიც, სასულიერო პირებიც, ანუ მთლიანად ყველა სფეროს საუკეთესო წარმომადგენლები დგანან რუსთაველზე. აი ეს იყო დიდი აღლიში, რომელიც რეჟიმს მოუვიდა. რა თქმა უნდა, ჩვენ სასარგებლოდ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როგორ შეცვალეს პროპაგანდისტური მესიჯები. ალბათ გახსოვთ, რომ
ერთი წლის წინ იყო ესეთი მესიჯი: აბა ომი გინდათ, ომი და მშვიდობა. მერე იყო ქალი-ქალია, კაცი-კაცია. და ნუ ეხლა ეს სენსიტივური თემები. ეს უკვე შეცვალეს. იმიტომ რომ ეს უკვე გაცვდა, გადაღეჯდა ლობიოსავით. ეს უკვე გაცვდა და ეხლა უკვე შემოიღეს, ესე ვთქვათ, ახალი პროპაგანდისტული მესიჯები. ნუ რა თქმა უნდა, ისევ დარტყმა მიდის ევროკავშირის ელჩზე, მიდის ევროკავშირის ქვეყნებზე, შიგა და შიგა ამერიკაზე და მიდის, რა თქმა უნდა, ესეთი მესიჯები, რომ აი მაგალითად კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირისო, ევროპის ქვეყნებისო, ევროკავშირის ბიუროკრატიაო საბჭოთა კავშირის დონემდე დაეცაო. პაპუაშვილი ამბობს, რომ ბრიუსელი შორდება ევროპულ ღირებულებებსო. ესე იგი ევროპაში ღირებულებები ყოფილა, ხო? ესე შეცვალეს, ესე რომ ვთქვათ, მესიჯების ენა და ძალიან საინტერესოა ხოლმე, ორშაბათობით იციან ხოლმე, სურთ რომ დღის წესრიგი შექმნან და გამოდიან და დააბრეხვებენ ერთი აბდალა კაცი რომ დააბრეხვებს ისე და დააბრეხვებენ რომ ესე ვთქვათ იმაზე აწყვეს მერე ესე ვთქვათ დღის წესრიგი და უკვე აღარ ახსენებენ მესიჯებს, ეხლა შეცვლილია ეს მესიჯები და ნუ რა თქმა უნდა პათოსი იგივეა და მიზანი იგივეა რომ ასე ვთქვათ, ეხლა ნელ-ნელა შემოაპარებენ ნეიტრალიტეტის თემას და წარმოიდგინე ხარ ასამარცხინო თემაა შათერიშვილი რომ გეყოლება სამეფო კარის მასხარად და ხაინდრავა რომ გეყოლება ესე ვთქვათ რუპორად. ეხლა წარმოიდგინე რა გაჭირვებული უნიჭო რეჟიმია, ხო? აი ამ უნიჭოებს როგორ ვერ უნდა მოუგოთ ხალხნო, როგორ ვერ უნდა დავიცვათ ქვეყანა და საკუთარი თავი. წარმოუდგენელია, წარმოუდგენელი. ეხლა ჩავუფრინდეთ გურიაში. გურიაში გაყინულია დრო ჩემო ძვირფასებო. აგერ ბოლო 12 წელია უცვლელია ჩემი რევმატიზმი, გურული ნესტი, ხო და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ ისეთი რეკორდული მაჩვენებლები მოხსნა, რომ ბრეჟნევი გადაბრუნდა სამარეში, მოკლედ ბრეჟნევს გაასწრო. ერთადერთი პლუსი ამ ადამიანს ის აქვს, რომ სათვალის გარეშე შეუძლია წაიყვანოს საკმაოდ დასაკშია, რომ სათვალის გარეშე შეუძლია წაიყვანოს სხდომა. მაგრამ უფრო უარის გეტყვით, ეხლა ფრაქცია, ოცნების ფრაქციის თავმჯდომარეს ყავს 7 მოადგილე. ხელფასიანი. ანუ ხელის მოსაკიდებელი ადგილი არ იყო, თორემ 9 იქნებოდა, 9. იმიტომ იბრძვიან არჩევნებისთვის, რომ მერე მოხდნენ საკრებულოში და კონდეთ ხელფასი და ნუ რა თქმა უნდა ყველა ის პრივილეგიები, რაც ესე ვთქვათ თანამდებობის პირებს აქვს. ალბათ თედო სახოკია გაგიჟდებოდა მან 2 საუკუნის წინ რომ იმოგზაურა გურიაში და ნახა გურიის საკრებულო 13 ადამიანისგან შედგებოდა, იმდენი რაღაცა აქვს ჩამოთვლილი, შეგიძლიათ განნახოთ და წაიგითხოთ მაშინდელ გურიის საკრებულოზე ესე ვთქვათ ენერგიულად აკეთებდა ყველაფერს, რა თუნდა რამდენი აღარ მახსოვს, მე მგონი 50-მდეა თუ უფრო მეტი ესე ვთქვათ საკრებულოს წევრები და ძირითადად არაპროფესიონალები და ზიანიქ და ღებულობენ ხელფასებს და ფრაქციებს აკეთებენ და არიან ტაშმანტურაში მშვენიერ ლამაზად სასათბურე მეურნეობაში და გაყინულია. რამე ხდება ახალი ოზურგეთში? არაფერი. წინამერმა რა გზების დააგო გადაფუნგულია ყველა, ხელახლის გაჭრილია და ხან გაზი გახავთ და ხან წყალი გახავთ, მდინარეები ისევე ოხრდება, წილში არიან, ну რა ვიცი ხა დროდადრო ალეგრობა ჩატარდება, დროდადრო ვიღაცა ქოდს ანსამბლს ჩამოიყვანებენ და იმათ ხელფას გადაუხდიან და ასე მიდიან მშვენიერ ლამაზად ოზურგეთის ბიუჯეტი რამდენია, რა შეიხარდება, ვინ ჩაგახედებთ მაგაში და ასე მეორე არჩევნებამდე ნახვამდული. მოკლედ ეხლა დაიწყეს ესე ვთქვათ ვითომ კორუმპირებული ჩინოვნიკების და თანამდებობის პირების დაჭერა და ნუ რა თქმა უნდა გირაოთი უშვებენ. და განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ნუ ეხა მაგენი რომ ჭამდნენ, ერთმანეთს რომ უყოფდნენ, ეხა რა გასაკვირია და ეხლა ეს რატო აჩვენეს, რომ ვითომ მაგრები ვართო, არა მარტო აქტივისტებს და კაი ხალხს ვიჭერთ, არამედ ამათაც ვიჭერთო, ეს ფანდი იყო, თუ არა მთავარი კორუმპირებულები თვითონ არიან. საქართველოს საერთაშორისო გამჭვირვალეობამ დადო კვლევა, სადაც 5 მილიარდია შეჭმული.
ასე თქვათ, მუნიციპალიტეტებშიც და ეს ახალი ამბავი არაა, პარლამენტარები, რომლებიც 10 მილიონობით ტენდერებში არიან და მოკლედ, კაი ნაჭამი, კაი ნასმია, აი ხალხი საშვილო-შვილო ქონება აქვს დაგროვილი და რა თქმა უნდა, ასე ადვილად არ დათმობენ ამ ნალაფარს და ნაჭოჭ ქონებას, ნაჭოჭს. მაგრამ ეს არის სასაცილო თემა, იმიტომ რომ კორუფციის ჭაობში ეხლა რომ იხშობა საქართველო, კომუნისტების დროს 80-იან წლებში არ ყოფილა ასე. ასე რომ ეს იყო ფანდი, ბუტაფორია, რომელიც თავში გითხარით ისთვის გამოიყენეს. როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ესენი ღებულობენ დრაკონულ კანონებს და ყველა თქვენს შეგეხებათო, მაშინ ვიღაცებს ეცინებოდა. შეგეხოთ საჯარო სამსახურების კანონი, ჯერს არ ხართ, ეს არის დასაწყისი, კიდევ უფრო გაართულებენ. მე რა რომ მე შემეხება, თქვენს დედაგედირებათ. განათლების რეფორმა, ეს რა თქმა უნდა რეფორმა არ არის. ძირითადი მიზანი ამის არის, რომ მე-12 კლასის გაუქმებით ჩვენ ბოლონის პროცესს ჩამოვშორდეთ და ევროპულ ცივილიზაციას ჩამოვშორდეთ, ეს ერთი. მეორე, ესე ვთქვათ, პროგრესულად მოაზროვნე პროფესორ-მასწავლებლების და სკოლის მასწავლებლების დათხოვა და მონამორჩილი ხალხის დატოვება. ძირითადად ჯერ სკოლას არ მიადგებიან, იმიტომ რომ მასწავლებლები ისედაც მონამორჩილები არიან უმრავლესობა, უფრო მეტად მიადგებიან უნივერსიტეტებს და განათლების კერებს, ანუ ცდილობენ ყველა სფერო გააკონტროლონ. განათლების სფეროში როგორ არა რეფორმა ჩასატარებელი, თუ ეროვნული ხელისუფლება მოვა ოდესმე საქართველოში, აუცილებლად თავიდან ბოლომდე იქნება რეფორმა ჩასატარებელი და ეს რა თქმა უნდა გარდაუვალ. მიადგებიან პირველ რიგში უნივერსიტეტებს. აი ეს გაპროტესტების უფლება რო წაგვართვეს. თქვენ გონია მარტო ჩვენ წაგვართვეს? აი თქვენს მოვა დრო. ძალიან მალე. გვერდით დინარეს გაგიყიდიან, ტყეს გაგიყიდიან, სახლის წინ ფართობებს გაგიყიდიან, ხებს მოჭრიან თუ რა ვიცი, რასაც არ გააკეთებენ, ვერ გამოხვალთ და ვერ გააპროტესტებთ. ვერ აპროტესტებთ ეგ რეკადიაზე 10 ძირი 100 წლიანი ხეები რომ მოჭრა ვიღაცამ და რაღაცას აშენებს. ჩუმჩუმად რომ დუდღუნებთ მოსახლეობა, იმიტომ რომ გეშინიათ პროტესტით. ასე რომ ეს კანონები, რომელიც ამ ქვეყანაში დაკანონდა ყველაზე მოქმედი, როდესაც ქვეყანაში არის სიბნელე, ბნელა ყველასთვის. ეს უნდა გახსოვდეთ. ხა რაც შეეხება პარტიების აკრძალვაზე, ყოფილი ნაცი დღევანდელ ნაცს გრძალავს მაგალითად. და საერთოდ ეს ისეთი თემაა, რომ აკრძალვები, როდესაც ხდება, მით უმეტეს პოლიტიკური პარტიების ქვეყანაში, უნდა იცოდეთ, რომ გაფორმებულია დიქტატურა, ანუ ერთპარტიულობა და ერთღმერთიანობა. მე მინდა უთხრათ ჩემს თანამებრძოლებს, მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის ამ რეჟიმის წინააღმდეგ და ქვეყნის თავისუფლებისათვის, რომ ცვლილებები მოდის ნელა და ჯერ არ ყოფილა ისტორიულად, რომ ნებისმიერ ბრძოლას არ დაედოს შედეგი. უბრალოდ გასაძლებია, უბრალოდ ეს არის დროის ფაქტორი. რაღაც მომენტში შეიძლება იმედი გაქრეს და ვიცი, რომ ძალიან ბევრ თქვენთაგანს რაღაც მომენტში იმედი გაუქრა. და ეხლა როდესაც იმედი ქრება, მაშინ იბადება სწორად ღირსება. და ჩვენ ღირსეულად უნდა ვზიდოთ ის ტვირთი, რაც ავიღეთ, რაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა, უნდა უშველოთ ამ ქვეყანას. ზოგჯერ გჯერა ამის, რომ აი რაღაც ჩვენი ბრძოლა არის უშედეგო, თითქოს ჩვენი ხმა არავის ესმის, თითქოს ტყუილად ვიბრძოთ, მაგრამ ეს არის დროებითი, ისე ვთქვათ, დროებითი შეგრძნება, იმიტომ რომ ჯერ არ ყოფილა, რომ როგორც თქვი, ბრძოლა შედეგი არ დაედოს და ეს შედეგი აუცილებლად დადგება და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან ბევრჯერ ყოფილა ესეთი მომენტი, რომ არავის არ ეგონა, რომ თუ გათენდებოდა და ბნელი თუ გაქარწყლებოდა, მაგრამ გათენდა. ასე რომ მე მჯერა, რომ ჩვენი მცდელობა, განწირული სულისკვეთება, ჩვენი თავგანწირვა არ ჩაივლის შედეგის გარეშე, იმიტომ რომ რჩება ძალიან მაგარი მარადიული ერი, რომელსაც ყველა დამპყრობელი ხერხემალში გადაუტეხია და მოვედი ჩვენ ერთმანეთის ყურებით სწავლობთ, როგორ უნდა ვიყოთ მაგრები და არ დავნებდეთ.
ბრძოლა ბოლომდე, ცეცხლი ოლიგარქიას. მიყვარხართ ძალიან.